გილამშტობსა ყველას მოგესალმებით. ბედნიერ დღეს გისურვოთ, ქალბატონი მიყავს. სად მივყავ ხარ შენ? ბახში. აი ეს ქალბატონი მობრძანდა ეხლა. წინა ვლოგში რომ ვთქვი ბუქსაობა და სიჩქარის აკრეფა დაიწყო ჩვენ ქუჩაზე თქო და გუშინ პირდაპირ ეზოში შესასვლელთან ჭიშკართან მოაბრუნა, ანუ იმ ადგილზე, აი იქ, ფეხით რო ჩავდივართ ეზოში. იქ. მანქანა იყო მისული ჭიშკრამდე. და რომ გამოვედი უკან საბარგულზე მივარტყი ხელი მეთქი რასაკეთებ მეთქი აქ გამოვდივართ ეზოდან. ნორმალური თუ ხარ მეთქი და შენ რა შარზე ხარო? მეთქი შარზე კი არა ვარ. ვი? რასაკეთებ გოგო? შარზე კი არა ვარ, მეუთხარი სიქაჯის პიკი ხარ, მეუთხარი ვინ გაიგონა ადამიანი ჭიშკრიდან საიდანაც გამოდის იქ მანქანა მოაბჯერ ფიზიკურად ადგილი არა გაქვს რა. ვერ ვიცი, გავგეშთი. წავედით ახლა ბაღში. ხო და მე მოგიყვებით ჩემი ანალიზების შესახებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა დამიწერეთ რა. ეც ვიყარხარ და რა ანალიზები დაგინიშნესო და ჩამონათვალი იყო ძალიან დიდი. წავედით. დავტოვე დანიკო ბაღში. ახლა ჩამოვედი ფულის გამოტანა, მინდა მე აფთიაქში წავალ. რაც შეეხება ანალიზებს. ისე ეკრანზე დაურთავ, რო არ გამომრჩეს რამე რა ანალიზები გავიკეთე. სისხლის კლინიკური ანალიზი გავიკეთე TSH-ში. TSH-ის ანტისხეულები გაჩვენებთ სკრინად ფოსფორი, რკინა, ფერიტინი, კალციუმი, ქოლესტერინი, D ვიტამინი ვთქვი, ანუ ესე რო არ გამომრჩეს, ამ ერთ სიტყვით ნახავთ ეკრანზე მივამაგრებ რა ანალიზები მქონდა და ფერიტინი დაბალი მაქვს, რკინა დაბალი მაქვს, ჰემოგლობინი დაბალი მაქვს, D ვიტამინი დაბალი მაქვს, TSH-ში 80 რის ხმა იყო. TSH-ში მაქსიმალური ნორმა ითვლება 81-ად და მე მაქვს ითვლება 3.9-ად და მე მაქვს 91, ანუ ძალიან ცუდი ანალიზები მაქვს და დამინიშნა ელთიროქსინი ეტაპობრივად დოზების მომატებით 6 კვირაში გადამოწმება ანალიზების სისხლის კლინიკური ანალიზი და TSH-ში ისევ ასევე დამინიშნა D ვიტამინის ნაკლებობისთვის ვიტამინი, ასევე დამინიშნა რკინისთვის გალფერი. ასე ქვია მე მგონი. და D ვიტამინისთვის კიდე რაღაც ერთი. ხო და ეხლა მივდივარ წამლებს ვიყიდი D ვიტამინისთვის რაც დამინიშნა და რკინის ნაკლებობისთვის და ჰემოგლობინისთვის, ფერიტინისთვის რაც დამინიშნა. პლუს ამას გამაკეთებინა საშვილოსნოს ეკოსკოპია, ასევე გამაკეთებინა მკერდის ეკოსკოპია. ხო და ესე რა ესეთი ამბები, ეს ანალიზები იყო. რაც ვთქვი. იმიტომ რომ დამიწერეს კომენტარებში, გაგვაგებინეო რა ანალიზები, რა კვლევები, რა ანალიზები ჩაგატარებინაო და მეთქი არ გამომრჩეს და უთხრა ჩემ გოგოებს რა ანალიზები გავიკეთო თქო. თანხებს რაც შეეხება 80 ლარი იყო რეპროარტში ექიმთან ვიზიტი და წყალტუბოში იმუნოლოგიის ინსტიტუტში ანალიზები ყველა ეს რაც გავიკეთე დამიჯდა 320 ლარი. ელთიროქსინი ძალიან იაფი ღირს 4-5 ლარის ფარგლებში.
ორი ფირფიტა 5 ლარამდე იყო, ერთი ფირფიტა ვიყიდე 25-იანი, ერთი 50-იანი და 4-5 ლარის ფარგლებშია, მაგრამ ეხლა რაც დამინიშნა ამ რკინის და D ვიტამინის ნაკლებობისთვის ცოტა ძვირი ღირს. ივალე ხა აფთიაქში და ვნახავ რა ღირს. იმიტომ მითხრა რომ ეს რკინის პრეპარატი მთლიანად არ იყიდეო, ნახევარი იყიდეო. მთლიანად ძვირი ღირსო და ნახევარი იყიდეო, რომ ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვევა ამ ნახევარის დამთავრება, მე რომ თავიდან გადასამოწმებელი ის დამჭირდება ანალიზები. და წავედი ხა გამოვიტანე ფული და წავედი. ვიყავი აფთიაქში, ვიყიდე ქოლედევიტი, D ვიტამინი, ესეთი გალფერი კაფსულები. რკინის პრეპარატი და დამეჩნდა სადღაც 150 ლარი. ესეთი ამბებია. და წავალ ახლა ვისაუზმებ. დღეს გადავწყვიტე გოგოებისთვის გავაკეთო მაკარონი პომიდორის სალცით და ყველი კი მაგ ნაყიდი. ეს ალპური ყველი, რომელიც ძალიან უყვართ გოგოებს. და მაკარონის შეჭამენ ესე სალცასთან ერთად, რადგან წინა დღეებში გუში მქონდა გუფთა, ქერით, გუფთა არა. გუფთასაც ბრინჯის გარეშე გუფთა იყო, ანუ იყო მხოლოდ ხორცის ბურთულები და წვენში მქონდა კარტოფილი და ქერი, იყო გემრიელესი. ქერი ვიყიდე აგროჰამში. სხვაგან ვერ ვნახე. და 4 ლარამდე. რაც შეეხება გუშინ წინ მქონდა ნიახურის ბოლქვის და კარტოფილის პიურე, პატარა კატლეტების ბურთულები გავაკეთე. ეგ მქონდა. ამდენი ხორცი. გავაკეთე მაკარონს პომიდორის სალცისთან ერთად. ესე გადავწყვიტე. ეხლა მინდა უზმოზე გავისინჯო შაქარი და მერე ჭამიდა ნურ საათში. ეგეც შევამოწმო. მე თვითონ ამაქვს შაქრის საზომი აპარატი, უბრალოდ ნემსები და ის ფირფიტები გამითავდა და ეგეც ვიყიდე. ხო და მაგიც მოლეული მექნება. ხომეტი. აუ ხახვიდანი ორი. მაიკო, ბაზართან იყავი და ხახვიდანი ორი დაგავიწყდა. გამოვშტვრდი რა. მეთქი რაღაცა მავიწყდება. არაუშავს აგერ უცებ გვირილაში ჩავირბე და ვიყიდი. მავიწყდა. ასაკის ბრალია, სკვერს როგორ ალამაზებენ, აქ იმედია შეინარჩუნებენ. იმედია მოსახლეობა შეინარჩუნებს, თორემ გალამაზებით კი ალამაზებენ. შევირბინოთ გვირილაში, ვიყიდოთ ხახვი და ნიორი. ეს. აი და ბაზარში ვიყავი, ხალე. ვერ ვიყიდე.